საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ჟურნალ Forbes-ის ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი თანამდებობას და ჟურნალს ტოვებს. ასეთ პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია Forbes Georgia-სთან მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება. დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო მუშაობაში უხეში ჩარევის გამო პროტესტის ნიშნად ტოვებ თანამდებობას. როგორც რევას საყევარიშვილი აცხადებს, გამოცემის უფლების მქონე კომპანიის პრეზიდენტთან კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამერიკულმა Forbes-მა მარტის ნომერში ტრადიციული მილიარდელთა რეიტინგი გამოაქვეყნა. მასში ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია განათავსა და შესაბამისი ანონსი ჟურნალის ყდაზეც. რა აკავშირებს გელა ბეჟუაშვილს ჟურნალ Forbes-თან პირდაპირ საუბარი რევას საყევარიშვილთან. გადაცემის მეორე ნაწილში გადაწყდება თუ არა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების რესტავრაციის ბედი, ჟენევის მოლაპარაკებების მე-19 რაუნდზე. ამ შეკითხვაზე პასუხის მიღებას პაატა ზაქარიაშვილისგან შევეცდებით. თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს. რევას საყევარიშვილია ჩვენი სტუმარი. რევას საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ თვითონ ისტორიით. რა მოხდა ჟურნალ Forbes-ში? რამ გამოიწვია ის, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება მთავარი რედაქტორის თანამდებობის დატოვების შესახებ და ასევე დატოვეთ თვითონ ჟურნალი? პრინციპში მე შევეცადე მოკლედ ამეხსნა დღეს ეს ჩემს განცხადებაშიც. მიზეზი იყო ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებით ორიგინალური, ძალიან ხშირად ჩდება ეს მიზეზი სხვადასხვა მედიების მუშაობაში. ეს იყო დამფუძნებლების და ჟურნალისტების ხედვების, მიდგომების, ღირებულებების კონფლიქტი. ამ შემთხვევაში ჩემთვის ხშირია, როდესაც ჟურნალისტები ამაზე ხმამაღალ საუბრობენ სხვათა შორის ყოველ პერიოდში. ჩემთვის აღმოჩნდა მიუღებელი ის მრავალეტაპიანი მცდელობა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის, სარედაქციო პოლიტიკის ერთპიროვნული კარნახის და ბოლოს ცენზურის განხორციელების, რომელსაც დამფუძნებელმა მიმართა. ეს აღმოჩნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რომლის შედეგადაც მე Forbes Georgia დავტოვე. კონკრეტულად რამ გამოიწვია უთანხმოება? ცნობილია ის, რომ ეს უკავშირდებოდა ივანიშვილის ფიგურას, მასთან თქვენს მიერ ჩაწერილ ინტერვიუს. ეს წვრილ კონფლიქტები არსებობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახლა ჩემ განცხადებაში ვთქვი, რომ არსებობს კიდეც დოკუმენტური მიმოწერაც კი ჩვენ შორის, რომელსაც მე მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ ეს იყო უხეში ჩარევის მცდელობა სარედაქციო საქმიანობაში და დამფუძნებლის სურვილი ერთპიროვნულად მისი შეხედულებისამებრ განსაზღვრული იყო სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა ბოლო ნომრის მზადების პროცესში ეს განსაკუთრებით გამწვავდა და არსებითი გამოწვევა იყო სწორედ ის, რომ ივანიშვილის შესახებ სტატია და თავად ივანიშვილი გაჩნდა ამერიკული Forbes-ის ყდაზე. მე ისედაც ვფიქრობდი, რომ ეს პიროვნება როგორც Forbes-ის ერთადერთი ქართველი ფიგურანტი აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ქართული Forbes-ის ყურადღების ფოკუსში, თუმცა იმან რომ ის ამერიკული ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა, რასაკვირველია, გაცილებით მეტად დააჩქარა და მე უბრალოდ წარუმოდგენლად მიმაჩნდა, რომ საქართველოს ქართულ Forbes ამაზე თვალი დაეხუჭა. რევას ხშირად არის ხოლმე ერთ პატარა დეტალზე მინდა უბრალოდ გავამახვილო ყურადღება. ხშირად არის, როდესაც ფრანჩაიზია რაიმე ჟურნალის არსებობს ასეთი შეთანხმებები, რომ ყდა უნდა იყოს გამეორებულიც. კონტრაქტში არ იყო ასეთი რამ? ის რა ხა არსებით მე ვერ ვიტყვი. კონტრაქტის ბევრ დეტალზე მე არ მაქვს ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან რომ რაღაც ნაწილი არის კონფიდენციალური, რაღაც ნაწილი მე როგორც რედაქტორს უბრალოდ არ მეხებოდა. თუმცა არსებითად ასეთი მკვეთრი დათქმა, რომ ყდა შეთანხმებული ყოფილიყო ან მისი დუბლირება მომხდარიყო, ამერიკული ვერსიიდან ნამდვილად არ ყოფილა, ჩვენ საკმაოდ თავისუფალი ვიყავით ამ არჩევანში, როგორც თავად ყდის შინაარსის, ასევე ფოტოსა და ასევე იმ თვალსაზრისით ეს ადგილობრივი ყდა გაკეთდებოდა თუ ამერიკული უნდა წამოგვეღო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყდაზე უფრო მეტად საინტერესო იყო ის, რომ თავად ამერიკულმა Forbes-მა ჩათვალა საჭიროდ ივანიშვილზე სტატიის გაკეთება და მისი მილიარდათა რეიტინგში ამ ფორმით გამოყოფა, რომ ის ერთ-ერთ შიდა ყდაზეც გამოსულიყო. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, უფრო ფორსირდა ეს პროცესი, რომ ის ქართულ Forbes-ში გამოჩენილიყო, რასაკვირველია, არავითარი აზრი არ ქონდა იმ ამერიკულ Forbes-ში დაბეჭდილი სტატიის გამოქვეყნებას გადმობეჭდოს, ვინაიდან ის მეორე დღეს უკვე მთელი საქართველოსთვის ცნობილი იყო და ყველას ხელი მიუწვდებოდა. ამიტომ მე როგორც რედაქტორმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამზადებულიყო ორიგინალური მასალა, ანუ უშუალოდ ივანიშვილთან, მით უმეტეს არსებობს ამ ადამიანთან დღეს ხელმისაწვდომობა განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც ის გაცილებით ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და დავგეგმე ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა მე მას ხაზს უსვამ დღეს მთელი დღის განმავლობაში ყველაფერს პოლიტიკის გარდა. ეს იყო ივანიშვილი ბიზნესმენი, ივანიშვილი მენეჯერი, ივანიშვილი ქველმოქმედი, ანუ იმ სფეროებზე საუბარს, რითაც ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანმა მიაღწია წარმატებას და გახდა Forbes-ის ყურადღების ღირსი. როდესაც დაგეგმეთ, შეთანხმებული ჰქონდათ დამფუძნებელთან? რომ პრინციპში ეს ჩაგეწერათ ინტერვიუ. საკმაოდ ისეთი გრძელვადიანი პროცესი იყო და ესეც საკმაოდ რთული იყო, თავდაპირველად
იყო სურვილი საერთოდ არ ყოფილიყო ივანიშვილი დამფუძნებლის მხრიდან, ვინაიდან საკმარისად იყო მისი მხრიდან მიჩნეული ის, რომ ის ამერიკულ ჟურნალში გამოჩნდა. შემდეგ ეტაპზე ასე ვთქვათ, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი დათანხმება, შემდეგ იყო მცდელობა, რომ კითხვარი ინტერვიუს ყოფილიყო მასთან შეთანხმებით და მისი უშუალო მოსაზრებების გათვალისწინებით. Ну, პრინციპში ესეც გრძელვადიანი მოლაპარაკების პროცესი იყო, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ინტერვიუ წარიმართა ისე, როგორც მე ჟურნალის რედაქტორმა და ჟურნალისტმა გადავწყვიტე და არა დამფუძნებელმა, რომელსაც ასე ვთქვათ, პირდაპირ სარედაქციო სამუშაოსთან კავშირი არ უნდა ქონდეს. ის რომ იყო ყველაფერი ინტერვიუში პოლიტიკის გარდა, მინდა კომპლიმენტი გითხრათ, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი ინტერვიუა. მაგრამ იქ მართლაც არის ყველაფერი გარდა პოლიტიკისა. რატომ ეს იყო თქვენი არჩევანი, როგორც ჟურნალისტის, თუ ესეც იყო მოთხოვნა დამფუძნებლის მხრიდან? ეს იყო ჩემი არჩევანი და ზოგადად ეს იყო Forbes-ის ღირებულებების და მისი სპეციფიკის შესაბამისი. ანუ იქ ლაპარაკი უნდა იყოს ადამიანებზე, ადამიანის პორტრეტებზე და წარმატების ისტორიებზე. ხა ივანიშვილი პოლიტიკოსის წარმატების ისტორია, რომელიც ჯერ არ ვიცით რა არის, ხო, თავის შინაარსით ისედაც არ არის Forbes-ის პირდაპირ ინტერესის საგანი, იმიტომ რომ ეს უკვე ბიზნეს ეკონომიკური გამოცემა, რა შეეხება ბიზნეს ეკონომიკას, ასე ვთქვათ, მართვას, იმ მოდელებს, წარმატების ფორმულას, რომელმაც ივანიშვილი გახადა Forbes-ის ფიგურანტი, ეს რასაკვირველია, ჩვენი პირდაპირ ინტერესის საგანი იყო და სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და შედგა კიდეც ეს ინტერვიუ, რომელიც საბოლოო ანგარიშით გახდა კიდეც იმ ცენზურის განხორციელების მცდელობის საგანი, რომელიც წინააღმდეგაც მე გამოვედი და დავტოვე ჟურნალი. იცოდა ჟურნალის დამფუძნებელმა, რომ თქვენ უნდა ჩაგეწერათ ინტერვიუ, თქვენ ჩაწერეთ ინტერვიუ, მიიტანეთ, ის შემდეგ რა მოხდა? ანუ შემდეგ რისი სურვილი გაუჩნდა დამფუძნებელს, რა არ მოეწონა თქვენს ინტერვიუში? იყო სურვილი და მცდელობა, რომ მომხდარიყო ამ ის დრამას აღნიშნავს ერთი სიტყვა, ჩემს ლექსიკონში, ამას ქვია ცენზურა. შემოკლება, რაღაცის ამოღება, რაღაცის გადაადგილება. ნუ ხა მართალი გითხრათ, მე არ მიმიყვანია დისკუსია აქამდე, ანუ თავისთავად, როდესაც საკითხი ასე დადგა, მე ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ მე როგორც რედაქტორი, მე როგორც ჟურნალისტი, ხელს ვაწერ ამ პუბლიკაციას. დანარჩენი, რაც არსებობს მოსაზრებები ამ პუბლიკაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუნდაც ყველაზე კარგი მოსაზრებებით, მე მიმაჩნია დაუშვებლად და მე ამას არ ვეთანხმები. წეღანაც ვთქვით, რომ იცოდა საქმის კურსში იყო ეს ადამიანი, რომ თქვენ და მიგეტანეთ ინტერვიუ. შემდეგ უბრალოდ გამოთქვა ჩარევის სურვილი, თუ ინტერვიუს შემდეგ გაუჩნდა მას სურვილი, რომ რაღაც შეეცვალა? ну, პრინციპში, მოიეთ ასე ვთქვათ, ამ თვეების განმავლობაში მას ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ შეხება ქონოდა. არა, კონკრეტულ შემთხვევაში გაიგო ძალიან. ვიტყვი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, კონკრეტულ ცოცხალ მასალასთან, რომელიც ასე ვთქვათ, მზადდებოდა პუბლიკაციისთვის. მე გეტყვით, რომ ეს ადამიანი მუდმივად არ იმყოფება საქართველოში, იმიტომ რომ არ არის საქართველოს მოქალაქე და აქ არ ცხოვრობს. უბრალოდ, როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოში და ნახა ეს ჟურნალი და მანამდეც ნახა ინტერვიუ, გაუჩნდა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა შეიცვალოს, ის უნდა შემცირდეს, გარკვეული საკითხები უნდა ამოვარდეს, გაუჩნდა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ შემოთავაზებული კითხვები არ იქნა დასმული, ანუ რეალურად ყველაფერი ის, რასაც ქვია ეს ორი მარტივი სიტყვა, ერთი სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და მეორე ცენზურის მცდელობა. რა იყო мотиваცია თქვენი აზრით? საერთოდ მოდით ამ პიროვნების შესახებ ვუამბოთ მაყურებელს, ვინ არის Forbes Georgia-ს ქართული რედაქციის დამფუძნებელი? Forbes Georgia დაფუძნებული აქვს საერთაშორისო მედია კომპანიას Media Partners, რომელსაც აქვს საკმაოდ მსხვილი საგამომცემლო პაკეტები საქართველოს ფარგლებს გარეთ, ის ყაზახეთშია წარმოდგენილი, სერიოზულად იქ გააჩნია 200-მდე საერთაშორისო გამოცემა, ეს Forbes-ი, Cosmopolitan-ი, In-Town-ი, Good Housekeeping-ი და ასე შემდეგ. გამოშვებული აქვს სომხეთში Cosmopolitan-ი, საქართველოში დაიწყეს Forbes-იდან და ნუ არსებობდა ძალიან კარგი იდეა, რომ მომხდარიყო აქაც ასე ვთქვათ, ფართო გაშლა საქმიანობის და სხვა ჟურნალები შემოსულიყო. ნუ ამ ეტაპზე არ ვიცი ახლა რამდენად ეს გეგმები კვლავად ძალაშია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიზნით მოხდა საქართველოში შემოსვლა, ამისთვის მოიპოვა კომპანიამ ლიცენზია საქართველოს Forbes-ის გამოსაცემად და შარშან წლის ბოლოდან მიმდინარეობდა ეს საქმიანობა. და რა იყო ის შეკითხვები, რაც სურდათ რომ დაგესვათ და თქვენ არ დასვით? პრინციპში არსებითად ეს შეეხებოდა იმ ტიპის შეკითხვებს, რომელსაც მე ვერ ვხედავდი ინტეგრირებულ საკუთარ ინტერვიუში. ანუ ინტერვიუ ახლა ჩემგან არ გესწავლებათ, ეს არის კონკრეტული ადამიანის, ჟურნალისტის ინტერესის გამოხატვა, მაგრამ ის ამ შემთხვევაში ეყრდნობა რასაკვირველია იმ მოთხოვნას და იმ ასე ვთქვათ წადილს, რაც გააჩნია მის მკითხველს, მის მაყურებელს, მის მსმენელს, ხო? ჩვენ არ ვიკმაყოფილებთ ხოლმე საკუთარ ინტერესს, სვამთ ისეთ შეკითხვებს, რომელზეც პასუხის მიღებაც უნდა ჩვენ აუდიტორიას.
მე ჩავთვალე რომ ის ინტერვიუ რომელიც მე ჩავატარე გაცილებით მეტად შეესაბამებოდა კითხველის აუდიტორიას და ინტერესს ვინაიდან მე რატომღაც მგონია რომ 20 წელი რაკი ამ საქმიანობაში ვარ უფრო მეტად ვგრძნობ საქართველოს მკითხველს ვიდრე ადამიანი რომელიც შეიძლება სხვა ქვეყანაში წარმატებულია მაგრამ ამ ქვეყანაში უბრალოდ არ ცხოვრობს და აქ არ გააჩნია შეგრძნება ამ ინტერესის აქედან გამომდინარე ინტერვიუ ჩატარდა ისე რომ არსებითად როგორც მე ჩავთვალე საჭირო სურდათ რომ პოლიტიკური კითხვებიც ყოფილიყო არა ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი არანაირი სურვილი არ ყოფილა პოლიტიკური კითხვების პირიქით ეს იმთავითვე განსაზღვრული იყო რომ არავითარი პოლიტიკაზე იქ საუბარი არ იქნებოდა ეს ასე ვთქვათ არანაირი დავის საგანი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა იმიტომ რომ იმთავითვე ცხადი იყო პოლიტიკაზე საუბარი არ იქნებოდა უბრალოდ არსებობდა კიდევ ერთხელ ვამბობ კონფლიქტი ხედვებში ორი ადამიანი ჟურნალის მთავარი რედაქტორი და ჟურნალის დამფუძნებელი ხედავდა ორ სხვადასხვა ინტერვიუს ერთ ადამიანთან თუმცა ეს ადამიანი ვისთანაც თქვენ ჩაწერეთ ინტერვიუ არის უკვე არამხოლოდ ბიზნესში წარმატებული ადამიანი, არამედ ის არის უკვე პოლიტიკური ფიგურა საქართველოში. თქვენი წინა კონფლიქტები ჟურნალის დამფუძნებელთან რამდენად ეხებოდა ასევე რამდენად იყო შეხებაში პოლიტიკასთან, თუმცა მოდით პირდაპირ საუბარი ამ თემაზე გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა. ვაგრძელებთ პირდაპირ საუბარს რევაზ საყევარიშვილთან, რევაზ ფიგურა ვის გამოც თქვენ მოგივიდათ კონფლიქტი და მოგიწევთ ჟურნალის დატოვება არის უკვე პოლიტიკური ფიგურა მიუხედავად იმისა რომ თქვენი ინტერვიუს შინაარსი ეს ნაკლებად დიდო სხვა შემთხვევებში როდესაც თქვენ ასევე გქონდათ აზრთა სხვადასხვაობა ჟურნალის დამფუძნებელთან უკავშირდებოდა თუ არა ასევე პოლიტიკას თქვენი კამათი ვერ ვიტყვი რომ ეს უკავშირდებოდა რამე პოლიტიკას ეს უფრო მეტად უკავშირდებოდა სწორედ აი ღირებულებით კონფლიქტს, რა თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ შორის არსებობდა, ანუ დამფუძნებლის მხრიდან იყო ინტერესი, რომ ის მუდმივად ჩარეულიყო ყველაფერში, სარედაქციო საქმიანობა, რასაც ქვია, ეკონტროლებია და ზოგჯერ თვითონ განეხორციელებინა რაღაც აქტივობები და ნუ ჩემი შეხედულება იყო, რომ ეს დაუშვებელია ახლა. რაღაც პერიოდამდე ეს პრობლემატიკა არ გამოდიოდა გარეთ. რაც ახლა მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, საკითხის ფასი, როდესაც არის განსხვავებული სხვადასხვა სიტუაციებში, ქცევების განსხვავებული არის. ანუ თმობდით? ჩემთვის ძალიან არ თმობდი, მე მაქსიმალურად ვიცავდი საკუთარ მოსაზრებებს და ესეც ძალიან ხშირად იყო ხოლმე ასე დისკუსიების და კონფლიქტების საგანი, მაგრამ არსებითად წინა შემთხვევებში ჩემთვის იგივე დათმობის შესაძლებლობას დასაშვები იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავისთავად გაცილებით საინტერესო იყო და ფასეული რომ Forbes საქართველოში ემოღვაწევა და არ მომხდარიყო ის რა საბოლოოდ მოხდა. შეიძლება და ეს გაცილებით ადრეც მომხდარიყო უბრალოდ ამ პრობლემამ რომელმაც ამჯერად იჩინა თავი, ასაგურილი უფრო მეტი ჟღერადობა შეიძინა გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ თქვენ ფიქრობთ რომ პრობლემები შეექმნება ქართულ Forbes რამდენადაც ვიცი თქვენ გააგზავნეთ წერილი შესაბამისი ინფორმაციით ჟურნალის head office-ში და პასუხი იყო რომ ჯობდა რომ ეს შიგნით გაგერკვიათ ეს პრობლემა. კიდევ ელით რაიმე პასუხს? მაგრამ პრინციპში მე მზად ვარ და უახლოეს დღეებში გავუგზავნი ასე ვთქვათ სრულ мотивაციას, ჩემი გადაწყვეტილების და კონკრეტულ მაგალითებს იმისა რა ფორმებით ხორციელდებოდა ზეწოლა სარედაქციო საქმიანობაზე და ცენზურის განხორციელების მცდელობა დამფუძნებელთა მხრიდან ეს იქნება ჩემი მხრიდან უბრალოდ ახსნა საკუთარი საქციელის და მე ვთვლი რომ ამ თვალსაზრისით გამაჩნია საკმაოდ სერიოზული არგუმენტები. არაერთ ქვეყანაში ჰქონდა Forbes პოლიტიკური სკანდალი. რუსეთი შეგვიძლია დავასახელოთ, იქ ძალიან ტრაგიკულად დასრულდა. ყაზახეთის მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ. რა ბედიელის ქართულ Forbes თქვენი წამოსვლის შემდეგ? ეს გაცილებით შერბილებული სკანდალი. ერთადერთი ვთქვა რომ ქართულ Forbes-ში არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალების გუნდი, რომელიც დღეს იქ დარჩა და იმედი მაქვს, რომ გააგრძელებენ იქ მუშაობას, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ Forbes-ის ტიპის გამოცემა იყოს საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ დამფუძნებლების გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს და მკვეთრად გამიჯნავენ საკუთარ უფლებამოსილებებს სარედაქციო საქმიანობაში. ჩარევის კუთხითაც და ამ თვალსაზრისით უფრო მეტად დაკრისტალდება სურათი, თუმცა მე ნაკლებად შემიძლია გავაკეთო ამჟამად იმის პროგნოზი, რა რეაქცია ექნება იგივე სათაო Forbes, როგორ მოხდება ლიცენზიის მფლობელთან დაუშვათ ამ საკითხის რეგულირება და რამდენად შეიძლება აისახოს ის რაც მოხდა და რაც საჯაროდ გამოვიდა ქართული Forbes-ის შემდგომ საქმიანობაზე. ისევ მინდა პოლიტიკას დავუკავშირო პრობლემა რომელიც თქვენ შეგექმნათ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო დამფუძნებლის რეაქცია ასეთი გამოწვეული იმით, რომ ის გარკვეულწილად არის დამოკიდებული საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე. თქვენ დაასახელეთ ბეჟუაშვილის გვარი ძალიან კონკრეტულად.
ნუ ბეჟუაშვილთან მისი ურთიერთობა ჩემთვის ცნობილი გახდა ცოტა მოგვიანებით, ანუ რო იწყებოდა ჟურნალი ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა, მათ შორის არც იმ პერიოდში, როდესაც ჩემი რედაქტორად დაქირავება მოხდა, ცოტა მოგვიანებით გახდა ცნობილი. თუმცა გარკვეულ პერიოდებში, ასე ვთქვათ, მათი კონტაქტი არც ყოფილა დამალული, ისინი ერთად სწავლობდნენ, გააჩნიათ ადამიანური ურთიერთობა და მე ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, დამფუძნებლის ზოგიერთ მოსაზრებაზე და ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე ბატონ ბეჟუაშვილს შესაძლოა ჰქონდა გავლენა, თუნდაც საკუთარი დამოკიდებულების თვალსაზრისით, თუნდაც იმ გუნდის კუთვნილებიდან გამომდინარე, რომელსაც ის წარმოადგენს. ანუ რეალურად, ასე ვთქვათ, ბევრი ის გადამეტებული შიში, რაც დამფუძნებელს გააჩნდა და ის არტიკულირებასაც ის ახდენდა ჟურნალის მომავალთან დაკავშირებით, იგივე პოლიტიკური გამწვავების ან ასე მსგავსი საფრთხეების ათვალისწინებით, მე არ გამოვიწყავ, რომ სწორედ ამ წყაროდან მოდიოდა. და როგორ ფიქრობთ, იყო რეალურად საფრთხე? ანუ შესაძლებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ ინტერვიუ გამოქვეყნდება თუ არა ამაზე მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ, მართლაც შექმნოდა ჟურნალს პრობლემები? იცით რა, არ ვიცი, მართალი გითხრათ. აქამდე თუ ყოფილა? არა, აქამდე არ ყოფილა. მე გითხრათ, რომ Forbes-ი დაუპარტნიორდა კიდეც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მერკურის დაჯილდოების ცერემონიალთან დაკავშირებით, ანუ ეს მართალია მანამდე მოხდა, სანამ ივანიშვილის ფაქტორი გამოჩნდებოდა, მაგრამ არავითარი პრობლემა ამ თვალსაზრისით სამთავრობო უწყებასთან არ ყოფილა. ივანიშვილის პუბლიკაციის მზადების პროცესში Forbes საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან და მინისტრის მოკლე ინტერვიუც მიდიოდა ამ ნომერში, რომელშიც საიდუმლო არ ყოფილა, რომ ივანიშვილის ფაქტორი უნდა გამოჩენილიყო ჟურნალში. ანუ ამ თვალსაზრისით არანაირ გადაულახავ წინააღმდეგობას მე არ ვხედავდი, რასაც სხვა შორის ასევე არ ვხედავ ბევრი სხვა მედია საშუალების მაგალითზეც. ახლა იქ ოპოზიციაც ჩანს, ეს მით უმეტეს მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც ან იგივე ივანიშვილის და იქვე პარალელურად ძალიან კარგად თანამშრომლობენ მათთან სამთავრობო უწყებები, იგივე სამინისტროები, იგივე რეკლამის განთავსების თვალსაზრისით, იგივე რესპონდენტების მივლენის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ანუ მე მეჩვენება რომ საინფორმაციო პოლიტიკა არის ხოლმე მთავარი რასაკვირველი არის, მაგრამ კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, რომ Forbes-ი, ქართული Forbes-ი მით უმეტეს აბსოლუტურად დაცლილი იყო და არის პოლიტიკისგან. ანუ ამ თვალსაზრისით იგივე ივანიშვილის პერსონის გამოჩენა თქვენ გაეცანით ამ ინტერვიუს და შეგიძლიათ შეაფასოთ ისე როგორც ჩვენ მაყურებელს შეუძლია შეაფასოს, რომ პრაქტიკულად არავით არის საუბარი პოლიტიკაზე არ არის. ანუ ეს არის ადამიანის პორტრეტი, ბიზნესმენის, მენეჯერის პორტრეტი, წარმატებული ადამიანის პორტრეტი და ლაპარაკია სწორედ აი იმ წარმატების მოდელზე, რომელმაც ამ კაცს სახელი გაუთქვა. ეს არის ბიზნესის სფეროში. პოლიტიკის სფეროში ჩვენ ივანიშვილის ასე ვთქვათ. თუმცა ეს არის იმიჯური ინტერვიურებას. ნუ მოდი ასე ვთქვათ, რეალურად მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არის პოლიტიკური კითხვა. ჩემთვის არის სრულიად წარმოუდგენელი იყო. კიდევ ერთხელ ვიძახი შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების მსოფლიო საიუბილეო 25 რეიტინგში 1226 მილიარდერიდან ყდაზე გამოიყვანა 4. და ამ 4-დან ერთი იყო ქართველი, ბიძინა ივანიშვილი, ერთადერთი ქართველი ფიგურანტი დღეს Forbes-ის მილიარდერთა სიაში. ახლა ეს რო არ შეიმჩნიო ნაციონალურმა Forbes-მა, ეს ნიშნავს, რომ შენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ. ან ეს ნიშნავს, რომ შენ რაღაცის გამო არ გინდა ეს შეიმჩნიო. ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის, რომელსაც გამაჩნია ჩემი პროფესიული, მინდა რომ გამაჩნდეს ჩემი პროფესიული ღირსება, მაქვს ჩემი რეპუტაცია, ასე ვთქვათ, ჩემი ხედვა და გარკვეული გამოვლილი გზის გამო შეიძლება ადამიანთა რაღაც კატეგორია პატივსაც ვცემდეს. ნამდვილად ვერ გადავწყვეტ, თვალი დავხუჭო ასეთ რამეზე და არც გადავწყვეტ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იქნებოდა ჟურნალ Forbes-ის გაცილებით მეტად დასამარება, ვიდრე ის ისტორია, რაც დღეს მოხდა. რაც შეეხება ბეჟუაშვილს, ნოემბრიდან გამოდის ჟურნალი, თქვენ თავიდან ვიყავით მისი მთავარი რედაქტორი. აქამდე თუ ყოფილა, სადმე თუ შეგიმჩნევიათ მისი ჩარევა, მისი ხელი? არა, მე არ შემიმჩნევია, ძალიან ნაკლებად შემიძლია, ასე ვთქვათ, ამაზე დავიჩივლო, თუმცა მე ვიცი, რომ აქვს ამის თავზე ინფორმაცია, რომ დამფუძნებელს ჰქონდა მასთან ინტენსიური კონტაქტი. ეს რასაკვირველია, ყოველთვის არ ეხებოდა ცხადია ჟურნალს, ეს მათი ადამიანური ურთიერთობებიდანაც გამომდინარეობდა. თუმცა, მათქმევებთ ახლა ყველაფერს ბოლომდე, მაქვს ინფორმაცია, რომ გათქმევინათ. ასე ვთქვათ, ბეჟუაშვილმა შეიძლება გაცილებით მეტი იცოდა ჟურნალზე და მის კონტენტზე, ვიდრე ეს სასურველი იქნებოდა თავად ჟურნალისტვის. ანუ ინიციატივა იმისა, რომ რაღაცები შეცვლილიყო, თქვენი აზრით უფრო მეტად ბეჟუაშვილისგან მოდიოდა, ვიდრე უშუალოდ დამფუძნებლისგან. ამის თქმა, ასე ვთქვათ, ამას ვერ გამოვყოფ, კიდევ ერთხელ ვიძახი ამ შემთხვევაში ჩემს მოსაზრებას ვიძახი, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას ემყარება ამ შემთხვევაში, დამფუძნებელს გააჩნდა ძალიან ბევრი შიში იმასთან დაკავშირებით,
როგორ შეიძლება განვითარდეს Forbes-ის მოღვაწეობა საქართველოში. მე ამ შიშების უმრავლესობა მეჩვენებოდა უსაფუძვლო. ეს იყო ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა, არ ვიცი ამ შიშებიდან გამომდინარე თუ თავისთავად ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ ადამიანს გააჩნდა, მას ჰქონდა სურვილი პერმანენტულად ეკონტროლებინა ჟურნალის მზადების ყველა საფეხური, ყველა მიმართულებით. იქნებოდა ეს კონტენტი, იქნებოდა ეს არტ-ნაწილი, იქნებოდა ეს დაკაბადონება, სურათების განთავსება, ანუ პრაქტიკულად ყველაფერი ის, რაც საიდანაც არსებითად არაფერი დამფუძნებლის საქმე არ არის. ეს არის სარედაქციო პოლიტიკის საქმე, ეს არის რედაქციის საქმე, ეს არის იმ გუნდის საქმე, ვინც აწერია ამ ჟურნალს და ვინც აკეთებს ამ ჟურნალს თავის კონკრეტულ პოზიციებზე. თუმცა მეორე მხრივ დამფუძნებლისთვის ეს არის ბიზნესი, ამიტომ გასაგებია რომ დამფუძნებლისთვის არის ბიზნესი, მაგრამ რომ ბიზნესი წარმატებული იყო, შესაძლოა მას კონდეს გარკვეული ორი დღე მომყავს სულ ეს მაგალითი ეკა რომ თქვენ შეიძლება ხვალ ჩათვალოთ რომ თქვენი ბიზნესის გასავითარებლად ძალიან გჭირდებათ ჰოსპიტალის გახსნა და შეიძლება გახსნათ ეს ჰოსპიტალი, მაგრამ ეს არაფერთ არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გახდეთ იქ მთავარი ექიმიც, ანესთეზიოლოგიც, სკალპელის თქვენ დაიჭიროთ და ან თვითონ აკეთოთ და ან სხვებს მიუთითოთ ექიმებს, რომ აქ გაჭერი, აქ არ გაჭრა, აქ ეს წამალი დანიშნე, აქ ეს წამალი არ დანიშნო. ყველას აქვს თავისი ადგილი. თემა, რასაც მინდა შევხვდეთ, თვითონ ინტერვიუს რაბედიელის უკვე გამოქვეყნდა ეს ინტერვიუ ინტერნეტ პორტალებზე. დაიბეჭდება ის Forbes-ში, როგორ ფიქრობთ? არ ვიცი მართალი ვთქვათ, Forbes-ში რა ხდება ამჟამად მე ამასთან დაკავშირებით. ან ხომ არ ექნებათ პრეტენზია თქვენთან იმასთან დაკავშირებით, რომ გამოაქვეყნეთ ეს ინტერვიუ, ვიდრე ჟურნალი. შესაძლებელია ეს პრეტენზიები არსებობდეს, თუმცა მე ხაზი მინდა გავუსვა იმას, მე აბსოლუტურად შეგნებულად წავედი ამ ნაბიჯზე. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არტიკულირებული იყო დამფუძნებლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს ინტერვიუს არსებული სახით შეცვლა. მე დღეს აღარანაირი გარანტია არ მაქვს იმისა, რომ ის დაუმახინჯებელი სახით გავიდოდა. ანუ რა გავა თუ გავა ისიც მე აღარ ვიცი დღეს. აქედან გამომდინარე მე მივეცი თავს უფლება, რომ გამეხადა ეს ინტერვიუ საჯარო, იმ სახით, რა სახითაც ის შედგა და რა სახითაც ის ჩემი რედაქტორად დარჩენის პირობებში გავიდოდა ქართულ Forbes-ში. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. რევას საყევარიშვილი იყო ჩვენი სტუმარი რეკლამის დროა გადაცემაში. რეკლამის შემდეგ პატა ზაქარიაშვილთან ერთად დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს პატა ზაქარიაშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონო პატა, მოგესალმებით. საგამოშვიდობეს. მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებით. ხვალ იწყება მე-19 რაუნდი. როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი აცხადებს, მთავარი საკითხი ამ მოლაპარაკებებზე იქნება რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება, რადგან საქართველოს მცალმხრივად აიღო იგივე ვალდებულება და უკვე რამდენიმე რაუნდია ქართული დელეგაცია ელოდება იმას, რომ იგივეს გააკეთებს რუსეთი. და კიდევ არის რამდენიმე თემა, მაგრამ მინდა დავიწყოთ სწორედ ამით, ძალის არ გამოყენების ვალდებულებით. რა ფაქტორებზეა თქვენი აზრით რუსეთის გადაწყვეტილება დამოკიდებული, რადგან უარის მოტივი ყველა რაუნდზე რუსეთისთვის არის ის, რომ ის არ მიიჩნევს თავს კონფლიქტის მხარედ. საპირისპირო პოზიცია აქვს ქართულ დელეგაციას, რომელიც აცხადებს, რომ სწორედ რუსეთი და საქართველოა კონფლიქტის მხარეები და სხვა მხარე ამ კონფლიქტში არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ისეთი ვითარების შექმნა, რომ რუსეთი მართლაც აიღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას? თუ ეს წარუმატებელიც და ისევე როგორც წინა რაუნდებში? ეს არის წინასწარ მიმართული წარუმატებლობაზე, რუსები რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას არ აიღებენ, ეს სასახაა. და მე მიკურს ქართული პოლიტიკისა, რომ ჩვენ უკვე ვაგებთ პირველ რიგში, ანუ ის რომ დინამიკა არ არის კონფლიქტის მოგვარებაში, საქართველოს ზარალდება. რუსეთმა ძალიან კარგად გამოგვიჭირა. კარგად იცის სათქოს უარი და განაგრძობს დათვისება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის. და განაგრძობს, ანუ არა სიტყვის და მე განაგრძობს. ეს არის ყველაზე საკითხს არასწორად აყენებს ჩვენ. რა თქმა უნდა. არა, ზოგადად საკითხი სწორად ასმულია, მაგრამ რა კი არ გამოდის საკითხი, შედეგი არა აქვს, უნდა შეცვალო, სხვანაირად უნდა მიუდგე. ანუ არ შეიძლება გაჯიუტდე, ჯიუტით ხასავი დადგე და არაფერი გააკეთო. ვიდრე რუსეთი არ შეიცვლება. რუსეთი არ შეიცვლება, ხედავს რა, რომ შენ არანაირ სხვა ნაბიჯებს არ დგავ. არანაირი შემოქმედებითი მოძრაობა შენში არ არის, არათა დინამიკა არა. როცა არსებობს უნიკალური უდიდესი რესურსი, რასაც ამბობდა სხვათა შორის, როცა სახელმწიფო ტელევიზიები რეკლამას უშვებდნენ რასმუსენის სიტყვებს, როცა ჩამოსული იყო საქართველოში ნატოს გენერალური დივნისა, არ ამბობდნენ თავარ სიტყვას. მან თქვა, რომ აუცილებლად გადით აფხაზურ და ოსურ მხარეზე. მხოლოდ აფხაზურ და ოსურ მხარეს დიალოგი მოგცემთ წარმატების საშუალებას.
ხელმძღვანელობას. ეს თქვა ხაბერმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, როცა მიდიოდა, რომ მხოლოდ აფხაზებთან ოსებთან საუბარი შეიძლება მკვდარი წერტილიდან დაძაბულ სიტუაცია. პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი უცხოელი, რომელიც იტყვის, რომ არავითარი აზრი არ აქვს აფხაზებთან ოსებთან ლაპარაკს. მართალი ხართ, ელაპარაკეთ ხოლმე რუსებს. თუ რუსები არ გელაპარაკებიან, მოინდომეთ ამ ზაკეთება ბოლომდე. ანუ არც ერთი უცხოელი ამაში ხარს არ გვიჭერს. ჩვენები ჯიუტად უმალავენ ამ პოზიციას, როგორც ქართულ მოსახლეობას, ისე ჯიუტად ცდილობენ შეუქმნან ილუზია უცხოელებს, თითქოს მათი არჩევანი რუსეთთან დაპირისპირებისა არის ერთადერთი. რა თქმა უნდა, ეს მართალია. რა თქმა უნდა, არსებობს საქართველოს-რუსეთის კონფლიქტი. ორი აზრი არ არსებობს. თლიანად შეიძლება ითქვას, თელი კონფლიქტის 100%-იანი ვარიანტი რო ავიღოთ, რა დღეს არსებობს საქართველოს კონტექსტში, 60-70% ეს არის საქართველოს-რუსეთის კონფლიქტი. მაგრამ ის 30% რაც რჩება, უნდა შეიცვალოს აფხაზებზე, ოსებზე გასვლით. ანუ ისე რომ ისინი აღიარონ კონფლიქტის მხარე? რა თქმა უნდა, მშვენიერია. რა თქმა უნდა, კონფლიქტის მხარე და არა, როგორც ეს კიდე ეს მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების არაკომპეტენტურობას, არაპროფესიონალიზმს, როცა ამბობენ, რომ ჩვენგან მოითხოვენ ვაღიაროთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ხაპარია, არავინ არ მოითხოვს ამას. მოითხოვენ აღიარებული იქნება როგორც კონფლიქტის მხარეები და მათთან დამწუხ ლაპარაკი. რატომ? ამით ხდება შემდეგი რამ. ჯერ კონფლიქტის მხარე ეს არის სოფლიოში ძალიან აპრობირებული ფორმა. ნებისმიერ პირველ კონფლიქტოლოგი რო დაისვათ, გეტყვით რომ კონფლიქტის მხარე არის ყველაზე იული გამოსავალი სტატუსების მოხსნისა. სტატუსები სხვადასხვა ზომის სტატუსებია, თუ შენ გინდა მხარეები რაღაცნაირად დასვა მოლაპარაკოს მაგიდასთან, კონფლიქტის მხარეებად უნდა აღიარო და სწორედ ასე წავიდა 90-იან წლებში ურთიერთობები, როგორც აფხაზურ მხარესთან, ისე ოსურ მხარესთან, ძალიან ბევრი ნაბიჯები გადაიდგა სხვათა შორის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს არც ერთი კონფლიქტი, რომელიც ასე ეფექტურად დაადგა მოგვარების გზას, როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტი. 92 წელს დარგობისის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და 2001 წლისათვის უკვე რეალურად არსებითად ცვლილებები იყო სახეზე და ოსები პრაქტიკულად მოდიოდნენ ხელშეკრულების ხელმოწერაზე. 9 წელი გავიდა, მეტი არა. ანუ არსებითად ამას მოყვა, რა თქმა უნდა, კოკოეთის გამოჩენა და კოკოეთი ყველაფერი გააჩერა მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ვერ გააჩერა ხალხთა შერიგების პროცესში. გრძელდებოდა, რომ არა 2004 წლის სააკაშვილო ქრუაშვილის ეპოპეას ავანტიურა ცხინვალზე, ეს ჰუმანიტარული შტურმი ბევრს ახსოვს, ეს პროცესები დადებითად მიდიოდა. ამის შემდეგ წავიდა და ვიდრე სანაკოვი არ მოიგონეს, მანამდე 2006 წლამდე პროცესები მაინც კიდე მიდიოდა ქართული ოსური საზოგადოების დაახლოებისაკენ. ანუ ის თქმა მინდა რომ მხარეები ეს არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი. ჩვენ ამით მოვახერხებთ იმას, რომ ფაქტია რომ ოსებს და აფხაზებს რუსები არ უყვართ. ქართველები უფრო არ უყვართ, რუსებიც არ უყვართ. შესაბამისად, თუ ჩვენ მათ არადა საერთოდ ძალიან ბევრი გვაქვს. ამ ბოლო პერიოდში კარგად აჩვენა აფხაზებს და ოსებს, რომ მათ რუსები მათზე არ ზრუნავს. რუსები ზრუნავს თავის იმპერიულ ზრახვებზე. ამიტომ მათთან თუ ვიპოვეთ საერთონებას და არსებობს ამ გზის ყველანაირი საშუალება. აი მე ვიცი მარტო ამ უამრავი საშუალებები და მაგალითად რა ეშველება მაშინ ტერმინს ოკუპაცია. თუ კი რუსეთი არის ოკუპანტი საქართველოს ტერიტორიების, მაშინ ამ ლოგიკით როგორ გამოდიან ისინი ასევე კონფლიქტის მონაწილე მხარეები? ევროკავშირი არ სახმარობს ტერმინ ოკუპაციას კვიპროსის მიმართ, თუმცა კვიპროსი თურქეთის მიერ ოკუპირებული, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსი, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიერ, თურქეთის მიერ ოკუპირებული ევროკავშირის ტერიტორია. ევროკავშირის ტერიტორიაზე დღეს 40,000 ოკუპანტი იმყოფება. კვიპროსის ტერიტორიაზე ევროკავშირი არ ხმარობს ტერმინ ოკუპაციას, თუმცა ოკუპირებულია დოკუმენტები რო ნახოთ, ყველგან ნახავთ, რომ თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. თურქებიც კი არ უარყოფენ, რომ თურქები მათ მიერ ოკუპირებულია ტერიტორია, იმიტომ რომ საჭირო იყო ამ ზაკეთება. მაგრამ საქართველოს ის მნიშვნელოვანი რომ ეს ტერმინი იხმარებოდეს საერთაშორისო დოკუმენტაციაში. მნიშვნელოვანი ამის გარდა სხვა რაღაცები კეთდებოდეს. საქმე ლაპარაკის ნაცვლად მე არ მომიგონია ეს, ამათ მოგონილი. ანუ გარდა იმისა, რომ ოკუპაცია მართლა რეალურად არსებობს, ამის გარდა რაღაცები უნდა კეთდებოდეს, რათა დეოკუპაცია დაიწყოს. დეოკუპაცია ლაპარაკი კი არაა საჭირო. საჭირო მოქმედება, როგორც აღმოსავლური გამოთქმა არსებობს, რაც არ უნდა ხშირად ილაპარაკო ხალვა, პირში სიტყვა არ დადგება. ანუ ოკუპაციის ლაპარაკით, დეოკუპაცია არ ხდება. ოკუპირებულია პალესტინის ტერიტორია ისრაელის მიერ. ოკუპირებული 30 წელზე მეტია თურქეთის მიერ კვიპროსის ევროკავშირის ტერიტორია. ხას უსვავ, ჩვენ როგორ იმედი გვაქვს ევროკავშირზე. ანუ თუ ჩვენ და აფხაზებმა, ჩვენ და ოსებმა საერთო ენა ვერ გამოვნახეთ, ისინი მზად არიან დღესაც კი, რაღაც საერთო ენაზე ვილაპარაკოთ. არა ამ ხელისუფლებასთან, ეს სხვა აზრია, მათ უკვე მართლა აღარ უნდა ლაპარაკი სააკაშვილთან, იმიტომ ძალიან ბევრი იწვლიეს და ძალიან გამწარებულები არიან. თუ ქართველები და ოსები და ქართველები და აფხაზები გადავლენ ურთიერთობებზე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს 30%
გაიზრდება ქართულ-აფხაზური რესურსებისა და შეამცირებს საქართველოს-რუსეთის კონფლიქტს. საქართველოს-რუსეთის კონფლიქტს კვებავს ქართველების გაუცხოება აფხაზებისა და საქართველოს გაუცხოება შემთხვევაში საქართველოს თავრობის გაუცხოება აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მიმართ. ბატონო, კიდევ რამდენიმე თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის არის საპოლიციო, საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგება, მათ შორის არის სასაზღვრო გამშვებულ პუნქტებზე ტვირთების მონიტორინგის საკითხი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თემა საქართველოსთვის, რომელზეც მხარეებმა უნდა ისაუბრონ, ეს არის აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის საკითხი. თქვენი აზრით, რამდენად არის შანსი, რომ ეს საკითხი გადაწყდეს ჩვენთვის ეფექტურად, რადგან უკვე გადაწყვეტილია, რომ ბედიის და სხვა ეკლესია-მონასტრების სარესტავრაციო სამუშაოები პირადად ანქვაბის გადაწყვეტილებით უკრაინული შპს უკრაინსკის სამაცვეტის წარმომადგენლებმა უნდა გაარესტავრირონ, რაც შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად ამ ძეგლებისთვის და მათ დაკარგონ საერთოდ ქართულიერსახე. რა თქმა უნდა, ზართული საკითხია და ისევ და ისევ რომ არ არსებობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, ეს ყველაფერი გაჭედილია და ჟენევის დონეზე რომ გაგვაქვს ყველაფერი, რომ ჟენევაში გარდა ქართველებისა და აფხაზების არის უამრავი სხვა მხარეები და ინტერესები. იქ არის ევროკავშირი, იქ არის ამერიკის შეერთებული შტატები, იქ არის რუსეთი, იქ არის სამხრეთ-ოსეთის თავისი ინტერესები გააჩნია, ეუთო და ასე შემდეგ. ანუ აფხაზი მართლაც 20 წლიანი გამოცდილება მაქვს, რა, ანუ არ არსებობს აფხაზი, რო არ ვიცნობდი გონია და ესე იგი ყველა მოსწრო რატო თუ ადრე გამოგდიოდა ურთიერთობები და უამრავი საკითხი გადაგვიწყვეტია, რატო არ შეიძლება ამ საკითხების მაგვარება, იმიტომ რომ ყველა ეს საკითხები ბედიასთან დაკავშირებით და ილორთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად ადრე მოვდიოდა ჩემამდე და მე ამას ვამბობდი ტელევიზიით და პრესით, რომ რაღაცები ხდება, ვიდრე ქართულ მხარეს არ ჩავარდებოდა ფოტოსურათები და მე ამას იწყებდნენ პროპაგანდას. იმის როგორ თუ კულტურულად დაწყებული იყო მოლაპარაკებები და ჩართული იყო ამ პროცესებში, ჩვენ ამას ვიყენებთ პროპაგანდისათვის და ვაჩვენოთ დავამონათოთ აფხაზური მხარე რასაშინად იქცევა და რუსული მხარე. თუ რა სიმართლე გითხრათ, პრაქტიკულად მე არ მინახე არც ერთი აფხაზი, რომელიც ამართლებდეს რუსების ასეთ მოქმედებას და მიაჩნევთ არასწორად იქცევიან. მაგრამ მათ გონიათ, მათ რუსებთან კიდევ უფრო სხვა დიდი პრობლემები აქვს. აფხაზები არ არიან რელიგიური ხალხი, ეს ერთი და მეორე, ეს ძეგლები არ არის მათი კულტურის მონოპოლია. ანუ მართლა გრძნობენ აქ თავიანთ ბმას, როგორც ჩვენ სვეტიცხოვოთ აქ ბმა ბაგრატთან, ქვია გელათთან. მაგრამ რამდენ დააქვთ მათ სურვილი, რომ ქართულიერსახე შეინარჩუნოს სწორედ აქედან გამომდინარე ამ ძეგლებში? ეს მათ პრობლემაა. ანუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენთვის თავი ძეგლი არ დაინგრეს. ამიტომ ვამაგრებთ საძირკველს, კედლებს, სინესტე არ იყოს, მაგრამ ეხლა თუ რაღაც გუმბათი რაღაცები შეიცვალა, ნუ არ არის კარგი, ამბობენ, მაგრამ ჩვენ სხვა ბევრი მილიონი პრობლემები გვაქვს რუსებთან. გარდა საკითხებისა, ეს არ არის ის საკითხი, რომელიც გამო ჩვენ მზათავართ შევასყდეთ რუსებს. თუ თქვენ შეგიძლიათ კი ბატონო, მაგრამ მე გეუბნებით კიდევ ერთხელ, რომ აფხაზები ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა, გონიერი ხალხისა, ვინც გული შეტკივა რაღაცებზე, მიაჩნიათ, რომ ეს ასე არ შეიძლება რესტავრაცია გაკეთება, მაგრამ მათ ამისთვის თავს არ მოიკლავენ და ამისთვის ისინი რუსეთს არ დაუპირისპირდებიან ცალსახად. არა კი აფხაზეთის თემას ვეხებით, მინდა ვისაუბროთ იქ ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ორ ტურად გაიმართა ეს არჩევნები. რა სიტყვით შედეგზე, როგორ შეაფასებთ? შედეგი იყო მოსალოდნელი, არავითარ ექსცესები არ მოხდარა. თუ არ ვწდები, ეს იყო მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნები. ძალიან ჩანასახის პერიოდში იმყოფება იქაური თქვა საპარლამენტო რაღაც მოძრაობები. ერთი საინტერესო ნიუანსი იყო, ანუ რაც ძალიან მომხვდა თვალში, რომ იქ უმეტესწილად გაიმარჯვეს არაპარტიულმა, არამედ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა. იქ პარტიული სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს და არსებობს საინიციატივო ჯგუფები. თავისთავად ყოველთვის და დავცინო კიდევაც და როცა მათთან ვარ, მეუბნები რომ ეს მეტყველებს ამდენ თქვენთან პოლიტიკური კულტურა არის ძალიან დაბალ დონეზე და ამის ქვია ყოველთვის ვეუბნები, ასე რა ხარ შეგვიძლია თქვა, რომ ვინაიდან პოლიტიკური პარტიები არ არსებობს, ამიტომ ვერავსებენ პარლამენტს გუნდებით და იძულებული არიან ამ საინიციატივო ჯგუფების საშუალებით წარმოადგინონ. პრაქტიკულად 6 კაცი გავიდა თუ არსებობს ოფიციალურად ოპოზიციონერი, მეტი შეიძლება გასულიყო. ძალიან ბევრი ადამიანზე ლაპარაკობა შეიძლება ოპოზიციონერი იყოს, მაგრამ არ ჩანს, იმიტომ რომ საინიციატივო ჯგუფებმა გაიყვანეს. თავამ შეიძლება შევაფასოთ მოკლედ ის, რომ ანქვაბმა გაიფორმა საბოლოოდ თავისი გამარჯვება საპრეზიდენტო, იმიტომ რომ მას ჭირდებოდა მხარდაჭერა საბოლოო ჯამში პარლამენტისათა, ან მოკლოს პარლამენტი. და არაფერ აქციოს და აქეთკენ წაიყვანს. ან და აქციოს თავის ქვია პარლამენტად, რასაც იტყვის ის ამას მიაღწია. ანუ პრაქტიკულად თუ ანქვაბი ცოცხალი იქნება და ჩვენ ვხედავთ რომ ამდენჯერ მოხდა მის წინააღმდეგ ტერაქტი, თუ ანქვაბა შეინარჩუნოს სიცოცხლე, ძალაუფლება შეინარჩუნებს. თუ ძალაუფლება შეინარჩუნებს, უცოდ 10 წელი მაინც იქნება. ანუ დგება 7 წყნარი განვითარების
ეპოქა ანქვაბის, ამას ემატება სოჩის ოლიმპიადა 2014 წელს, ამას ემატება სოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. რაც ასევე დამატებითი გარანტია. კიდევ უფრო მეტი გარანტია, სოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უფრო მეტია, ვიდრე ზამთრის ოლიმპიადა. ანუ სულ ცოტა ანქვაბს ეს 10 წლიანი, აი 7 ბალიშია, უსაფრთხოების ბალიშია, უსაფრთხოებიდანაც კი. უსეს არანაირად არ აწყობს აფხაზეთში არულობა, დაძაბულობა. ამიტომ ანქვაბს აქვს შვენიერი საშუალება რაღაცები გააკეთოს. ანქვაბი არის კიდე ანქვაბის შემდეგ, როცა წავა, უკვე მოვა ახალი თაობა. რომელსაც საქართველოს არ იცნობენ, ქართველებს არ იცნობენ, ქართული არ ეცოდინებათ და მნიშვნელოვნად უფრო გაუცხოებული იქნება საქართველოს მიმართ. ანქვაბი არის ბოლო თუ შეიძლება შანსი საქართველოსთვის რაღაც საერთო ენა დავამყაროს, გამონახოთ აფხაზეთთან, იმიტომ რომ ეს ადამიანი კარგად იცნობს ქართველებს, კარგად იცნობს რიან საქართველოს და უმუშავია აქ. ქართველებს კარგით იცის და ცუდით იცის, ყველაფერი იცის. და ახლა მის მაგათ ვერ ვლაპარაკობ, დარწმუნებული ვარ, რომ გაკვირვებულად უფრო სიმპათიურებიან ქართველები ვიდრე იგივე რუსები. ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ, იცნობ რა მას ასე მე მიმაჩნია რომ ამ კაცს შეიძლება საერთონის გამონახვა უკვე მან დაასრულა ყველა ეს თავისი ფორმალურობები რათა ხელისუფლებაში მოსულიყო კარგად გაფორმებულიყო ჩემს ახლა მას დარჩა ბოლო მან უნდა იპოვოს ის ხალხი ვინც მასზე ახდენს ამდენ ტერაქტებს თუ მან ის ხალხი არ დასაჯა თუ ვერ გამოავლინა ეს მუდმივად დამოკლეს מחვილივით დაეკიდა მის თავზე რასთავარია როგორც პოლიტიკოს გამოავლენს როგორც სუს პოლიტიკოს როგორც აშკარად ყველა მეცის ვინ არის ეს გვარებს ასახელებ რაღაც ანუ აშკარად ვიღაცა ვერ ერევა მაგრამ ეხლა მაინც უნდა ივაშკაცოს და ხელი აღმართოს და ეფექტურად დაუშვას. ცხინვალის თემას მინდა აუცილებლად შევხოთ, არ გრჩება ბევრი დრო სასაუბროთ. ასევე მეორე ტური დაინიშნა ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით სანაკოევი და ლეონიდ თიბილოვი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თქვენი პროგნოზით გაიმარჯვებს თიბილოვი, რატომ ფიქრობთ ასე? ხო, ჯერჯერობით მე ვფიქრობდი, რომ ასე მოხდებოდა, რომ თიბილოვი გავიდოდა პირველზე და მეორეზე გავიდოდა სანაკოევი და ასეც მოხდა. იმიტომ რომ თიბილოვი ითვლება აღიქმება ოსურ საზოგადოებაში როგორც ოპოზიციის ვარიანტი. იმიტომ რომ თიბილოვს ებრძოდა კოკოიტი. სამაგო თიბილოვი არ არის TDV-ის კანდიდატი, რომელსაც აურდაურიებთ TDV მოსისხლე მტერი არის კოკოიტის განსხვავებით თიბილოვისაგან. შესაბამისად, მოსახლეობაში მინდან მიუღებელობა კოკოიტისა და ჯიოვას იმიტომ აძლევდა ხმას, რომ კოკოიტს ებრძოდა და როცა კოკოიტი გადადგა, ჯიოვას ელექტორატი გადავიდა თიბილოვთან. სასახად რა თქმა უნდა და ქვია ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორედ არჩევნების წინ, ეგრეთ წოდებული არჩევნების წინ გადადგა გენერალური პროკურორი. ანუ აშკარად რუსეთის რუსეთმა ითმინა, ანუ მოიცა და სწორედ არჩევნებში გადააყენა სავით, იმიტომ რომ თუ რომ არა რუსეთი არ გადადგებოდა. ეს საკმაოდ სერიოზული სიგნალი არის ამორჩევლისათვის, რომ მას თიბილოვი ურჩევნია. თიბილოვი კაგებეშნიკია და მოგესწრებათ, ყოფილი კაგებეშნიკები არ არსებობენ და ხალხს ამოუდა ყელში პოლიტიკომანობა და პოლიტიკო ვერ გაერკვეს ამ პოლიტიკაში, აგერ კაგებეშნიკი ხავთ, ძალოვანი ხავთ, რუსეთთან იპოვის საერთო ენას და მისი მოწინააღმდეგე, რომელსაც კარგად იცნობდა საკმაოდ ნორმალური ადამიანია, სანაკოევი ადამიანის უფლებათა დამცველი არის ომბუდსმენია მათი სხვათა შორის ყველა ეს განთავისუფლებები ოსის ძალოვნები აპატიმრებენ ქართველებს და სანაკოევი ყოველწლიურად მათ განთავისუფლებას იგივე ჩემი ჩასვლა ცნობილი ცხინვალში და კოკოიტა შეხვედრა სანაკოევის მხარდაჭერით მოხდა ანუ თავად ჩემი თქვა რომ ეს ადამიანი რომელიც მუდმივად მართლა გულწრფელად იცავს როგორც გამოზდის ადამიანის უფლებების დაცვა წარმოიდგინეთ პუტინის თავში რა ხდება ყავს კაკებეშნიკი და ყავს ადამიანის უფლებების დამცველი ვიზზე გააკეთებს მესიჯს რა თქმა უნდა ბუნებრივია ამიტომ ყველანაირი მონაცემებით თიბილოვი ალბათ გაიმარჯვებს. თიბილოვს ჩვენთან მიმართებაში ერთი პლუსია, ისიც იცობს ქართველებს. ხმოვანი ადამიანია, ქართველებთან უმუშავია. გოჩა ძასოხოვი ახსენეთ ერთ-ერთ ინტერვიუში. რა კავშირი აქვს ძასოხოვს არჩევნებთან? მე მხოლოდ ვიცი ის, რომ როგორც ამბობენ ოსები თვითონ, რომ გოჩა ძასოხოვი დაინტერესებულია თიბილოვის გამარჯვებითაც. ასე რომ მოგესწრებთ გოჯა ზასოხოვი საკაშუს იყო გმირი ოსი იყო ხო გახსოვთ გვერდში ამოყენებული ყავდა აგარი შაქრის ქარხანა ამუშავებინა უამრავ ძალიან ეფერებოდა და ძალიან მის მიმართ რაღაც მომენტში უცებ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა ასე რომ გოჯა ზასოხოვს რაღაც მუდმივი კავშირები საქართველოსთან მაინც აქვს ასე რომ მე ვთვლი რომ თუ თიბილოვი იმარჯვებს შანსები ანქვაბის არ იყოს შანსები ქართულ ოსურ ურთიერთობების ახალ ეტაპზე დაწყებისა, ახალ ეტაპიდან დაწყებისა საკმაოდ იზრდება. ორივე კანდიდატი ნორმალურია. სანაკოევთან შეიძლება საერთოდ მაგრამ სანაკოევი აღიქმება მაინც მიდგომებში თუ არის მათ მიდგომებში სხვაობა მაგალითად საქართველოსთან დამოკიდებულებში მაგალითად რუსეთთან დამოკიდებულებში მე წავიკითხე მათ ინტერვიუები და პრინციპულ სხვაობა ვერ დავინახავდით. ორივე რა თქმა უნდა პრორუსულია, ორი აზრი არ არსებობს. ეს ერთი და მეორე ორივე არის ანკლავის ხელმძღვანელი, ღრმა ანკლავი არის სამხრეთ-ოსეთი. ერთი გვირაბი აქვს მარტო რუსეთთან, ხო დამაკავშირებელი აფხაზებს სხვა მაინც აქვს ამ ტიპის. ანუ ამიტომ ბუნებრივია მათ საქართველოსთან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია განვითარებას რაღაც
ლაპარაკი. ანუ ორივესთან შეიძლება საერთო რიცხვის გამონახვა რაღაც საერთო პროექტების დაწყებიც. ანუ შეიძლება ამის მე ვხედავ და ვიცი 10, 15, 20 ნაბიჯი როგორ უნდა გადაიდგას, რათა აფხაზურ და ოსური მხარე ჩაერთოს უკვე შიდა ქართულ კონტექსტში. რა თქმა უნდა, საქართველოს თუმცა ორივე ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოსთან არ სურთ არანაირი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ილაპარაკო რამდენიც უნდა იმდენი. მთელი გონიერი პოლიტიკის სწორედ ღირსება არის ის, რომ ის ლაპარაკის უკან ხედავს ინტერესებს. და ასევე ორივე პრინციპში ხაზგასმით ამბობს, რომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ გახდებიან რუსეთის ნაწილი. როგორც ხელისუფლება შეიცვალა საქართველოში. აი ყველა 6 თვეში არსებითი ცვლილებებს ნახავენ როგორც ოსური საფხაზურ მხარის მიმართულებით, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ დაბრუნდებიან. 6 თვეში ყველა დაინახავს, რომ ახალი დინამიკა დაიწყო. ანუ ამ ხალხთან შეიძლება ურთიერთობა. რა თქმა უნდა, პირველი შედეგები 5 წლის შემდეგ იქნება დაახლოებით, რაც საზოგადოება დაიჯეროს, რომ მართლაც თურმე ამდენ ხანს სად ვიყავით, როგორ შეიძლება ამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ უკვე 5-6 თვეში დაიწყება დინამიკა. 5 წელიწადში იქნება სერიოზული პირველი შედეგები და დაწუნებული ვარ თუ ყველაფერი თუ სწორი ნაბიჯები გადავდგეთ, ეს ახლა როგორ ხდება? ჩვენ ყოველთვის გავთ ორი არჩევანი და ყველაზე უარეს არჩევანს, ცუდი და კარგი გვაქვს, ცუდს ვირჩევთ. მე კიდე ორი ვარიანტი გვაქვს, ცუდი, კარგი, ცუდს. ანუ სულ ყოველთვის ცუდ ნაბიჯებს გავთ. უარყოფით საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს გავს სააკაშვილი. როგორც კი დადგება პერიოდი, როცა ორი არჩევანიდან ცუდი და კარგი ავირჩევთ კარგს, მე კიდე ცუდი, კარგი, კარგს, სულ მალე დადგება ახალი რეალობა და ეს აშკარად ჩანს, თუ რა თქმა უნდა, ის ხალხი იქნება ხელისუფლებაში, ვინც დიდი ხანი ამ სფეროში მუშაობს და გამოცდილება აქვს და უნდა ამ ხალხს აუხსნებთ და აფხაზებთ და სიტუაციის გამოსწორება. ძალიან დიდი მადლობა. პატა ზაქარიაშვილი იყო პირდაპირ საუბრის სტუმარი დღეს ამ მდგომარეობით, ხვალაც საათამდე და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.